ჩვენში მიმდინარე ყოველდღიურმა საინტერესო რასაკვირველია თემებმა ქართული ოცნების, ბანდიტური სინდიკატის, ბანდიტური დაჯგუფების ქმედებებმა და ჩვენმა პასუხებმა, რეაქციებმა, იმ ამბებმა, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, პრაქტიკულად შესჭამა ყველა ის საერთაშორისო უმნიშვნელოვანესი თემა, საკითხი, ამბავი, რომლებიც მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მაგალითად, მადურო მუსიკოსად მომღერლად დაიქმნა ის ხო ამ რამდენიმე დღის წინ იმღერა ჯონ ლენონის ერთი კომპოზიცია უნიჭოდ, მაგრამ შეასრულა ისიც 20-ოდე წამი ამოიღო ხმა და მე სხვა ამღერა Imagine all the people. ხო, თუ არ ვწდები კი არ ვწდები. ვენესუელის გარშემო საინტერესო ამბები ხდება, მიმდინარეობს, რასაკვირველია კითხვა და არტყამს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელას და სადამდე წავა შეერთებული შტატები სადამდე შეტოპავს, მეთქი ასე ვიტყვი, ცხადია ძალიან აქტუალურია. ჩვენთვის უფრო აქტუალურია, ჩვენს კონტექსტში უფრო აქტუალურია საკითხები და ამბები უკრაინის გარშემო. პრეზიდენტი ზელენსკი იცით თქვენ, რომ ახლა კი არა გუშინ იყო თურქეთში და საინტერესო ეს შეხვედრები გამართა რეჯეპ ტაი ერდოღანთან, თურქეთის ძალიან მძლავრ და გონიერ ჭკვიან ლიდერთან. მე ამ შეხვედრას არ განვიხილავ, იმიტომ რომ სულ სხვა რაკურსზე, სხვა ამბავზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. პრეზიდენტი ზელენსკი სხვა გაჭიროებაში არის ნამდვილად გარდა რუსეთთან ომის გაჭიროებისა, იცით თქვენ, რომ უზარმაზარი კორუფციული ამბები გამოუაშკარავეს პირებს, მაღალი ალბათობით იცით, რომლებიც უკრაინაში მესამე ვიოლინოები სულაც არ ყოფილან. ამის გამო პრეზიდენტი ზელენსკი ვინ არ გააკრიტიკა დასავლეთიდან, ზელენსკის ადმინისტრაცია, უკრაინა, მოდი ასე ვიტყვი, და ქვეყნის შიგნიდანაც კი ახმამაღლდნენ პირები, რომლებიც მისი მოწინააღმდეგეები არიან. მაგალითად, დედაქალაქის მერი კლიჩკო, გინახავთ კლიჩკო მის გვერდით? არა, მაგრამ ეს კლიჩკო დედაქალაქის კიევის მერია და საკმაოდ პოპულარული, მოდი ასე ვიტყვი, თუნდაც კიევის მასშტაბით პოპულარული პირია. პოროშენკოც მას გაილაშქრა ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, თუ ომში ვართ, საბოლოო ჯამში ომში ვართ და თუ აქ ვიღაცეები ხელს ითმობენო, დაახლოებით ამას ამბობენ ზელენსკის მოწინააღმდეგეები, მაშინ ეს რანაირი ომი გამოდისო და სწორი ბრძანებაც არის, თუ მართლა 100 და მეტი მილიონი დოლარი. ჩვენთვის ეს სასაცილო თანხებია ღარიბაშვილს და კალაძეს ბევრად მეტი აქვს და სხვებს რიჟვაძეს და მიქაუტაძეს შეჭმული, მაგრამ თუ 100 მილიონი დოლარი დაიკარგა მინიმუმ 100 მილიონი დოლარი, ეს მართლაც არ არის პატარა ამბავი. მივა თუ არა უფრო არ დავასახელებ, უფრო სერიოზულ და გავლენიან პირებამდე ეს გამოძიებები, ეს კიდევ გასარკვევია და ამას კიდევ უნდა დაველოდოთ. მოკლედ, ზელენსკი არ არის საუკეთესო ფორმაში მოცემულ ეტაპზე, მით უფრო საუკეთესო მდგომარეობაში, მით უფრო რომ ანკარაში, სადაც ის შეხვდა რეჯეპ ტაი ერდოღანს, იყო ჩასული კაცი სტივენ ვიტკოფი, რომელიც ერთი ხანობა ცოტა ხნის წინ კუთხეში მიმწყდეული იყო, გულახდილი ბითოვიკდებით რუბიო კიტკელოგის გუნდის მიერ, მაგრამ ახლა ისევ ფავორშია როგორც ჩანს და ახლა მას ჩამოაქვს, მაინც ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული სამშვიდობო გეგმა, რომელიც პუტინის ადმინისტრაციასთან და არა მხოლოდ ადმინისტრაციასთან, არამედ ახლო მყოფ პირებთანაც არის შეთანხმებული. ეხლა ეს გეგმა თავად ძალიან საინტერესო არის, ახალი არაფერი წერია, მეთქი შემიძლია ასე ვთქვა, პუტინს აქვს მოთხოვნები, რომლებიც მას იმ თავითვე ჰქონდა დენაციფიკაცია, პირველქმნილი მიზეზების აღმოფხვრა და ასე შემდეგ და ეს კიტკელოგი, რომელიც ბიზნესმენია და პოლიტიკოსი არ არის, კარგადაც ვერ ხვდება, რატომ არ უნდა დახაბულდეს უკრაინა რუსეთის პირობებს, რატომ არ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი, მით უფრო იმის
გათვალისწინებით, რომ თუ თლად გულახდილები იქნებით, ბოლო პერიოდია უკრაინას ფრონტის ხაზზეც საკმაოდ უჭირს და წინ. არა მაინც და მაინც ძალიან წინ, მაგრამ გარკვეულწილად წინ უზარმაზარი მსხვერპლის ფასად. რასაკვირველია, მაგრამ მიიწევს ეს ვეება და ბოროტი სახელმწიფო რუსეთი და ამ ვეება და ბოროტი სახელმწიფოს ლიდერი პრეზიდენტი პუტინიც შლეგილი რასაკვირველია კმაყოფილია და ის ფიქრობს, რომ აი გაზაფხულამდე როგორღაც მოამრგვალებს დონბასის პრობლემას და ჯოჯოხეთს მოუწყობს უკრაინას თუ ის წინააღმდეგობას გასცემს, უკრაინა ცხადია წინააღმდეგობას გასცემს, მათ შორის დრონებით, თუ დრონებით ჯოჯოხეთს ასე ვიტყვი, თუმცა უკრაინაც არ არის ესეთი სუსტი ქვეყანა ამ მიმართულებით, ვინც ის იქნება სჯაბრნის კიდეც, მოკლედ ცაში ომებია და ხმელეთზეც ომებია და ბრძოლებია და სისხლი იღვრება და კატასტროფა ხდება, რასაკვირველია, რუსეთს არ უნდა ომის დასრულება, სანამ საბოლოოდ არ მიაღწევს თავის თუნდაც SVO-ს ფარგლებში დასახულ ამოცანებს. დენაციფიკაცია, დეუკრაინიზაცია, მეთქი ასე ვიტყვი. ხუთივე რეგიონს არ უღიარებენ მას მისივე ტერიტორიად. ანუ ჩამოვთვალოთ ყირიმი, დონეცკი და ლუხანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი ვერ აკონტროლებს ამ ორ უკანასკნელს კი არა, დონბასსაც კი, დონეცკის ოლქს კონკრეტულად. ბოლომდე შლეგი და ავადმყოფი ლიდერი პუტინი, მაგრამ ის ამბიციურია და შესანიშნავად ხვდება, რომ 2 მილიონი მეტი ჯარისკაცი, ბანდიტი ჯარისკაცი, მისი სალდატი, ოკუპანტი, უცებ რომ შეწყვიტოს ომი, ეს სალდატი, ოკუპანტ, ბანდიტები მიუბრუნდებიან და ისტორია რუსეთისა ამის მადასტურებელი არაერთხელ მიბრუნებიან მოსკოვში გამაგრებულ ამა თუ იმ მმართველს და არაერთხელ უყრიათ ჯავრი მასზე, გავეშებულებს, გაბოროტებულებს, არა ადამიანულებს, ანუ ბანდიტებს წარსულიდან, ჯარისკაცებს, ოკუპანტებს იმხანად სხვადასხვა მონარქისტვის თუ მმართველისთვის. ესეც ხო მონარქია, ამასაც ხო მონარქობა უნდა. მაგრამ ამაზე არ ვამახვილებ ახლა ყველგებას და არც იმაზე ვიტყვი ბევრ სიტყვას, რომ კიტკელოგი სამწუხაროდ იანვარში, მაქსიმუმ თებერვალში გენერალი კიტკელოგი დატოვებს თანამდებობას. სამწუხარო ამბავია ეს თითქოს იმაზე მიანიშნებს, რომ ყოველ შემთხვევაში კიტკელოგთან მიმართებაში გაიმარჯვა სტივენ ვიტკოფის ჯგუფმა და სტივენ ვიტკოფი ოფიციალურად არ არის უკრაინის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, მაგრამ რატომღაც გასაკვირველია ტრამპის დებართვით ნამეტანი ერევა პროცესებში და რა ეს საკითხით ცუდია მეთქი. მისი ძმაკაცია ეს კრილ დიმიტრევი, ძმაკაცი პირდაპირ მნიშვნელობით, რომელიც პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციიდან არა, მაგრამ მუშაობს უკრაინის საკითხებზე და ბევრ საკითხზე თანხმდება სწორედ ვიტკოფთან, რომელსაც ეს ფურცლები უჭირავს ხელში და დაატარებს ქალაქიდან ქალაქში, მერქი ასე ვიტყვი, მაგიდიდან მაგიდას და კვლავ გავიმეორებ, ვერასდიდებით ვერ ხვდება, რატომ არ დახაბულდება უკრაინა სუვერენიტეტის ოდნავ შელახვასაც კი. ბოდიშ ვიხდი ბუდანოვი გამახსენდა, ბუდანოვმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს განზრახული გაზაფხულამდე მოამრგვალოს, მოათავოს დონბასის პრობლემას სწორედ ხსენებული დრონების ჯოჯოხეთით ცაში, დრონების ჯოჯოხეთის ტაქტიკის გამოყენებით, რუსეთი ამ საწადელს რასაკვირველია, ამ მიზანს რასაკვირველია ვერ მიაღწევს. დაუბრუნდეთ ისევ ვიტკოფი ანკარაში იყო ჩასული, ანუ იქ, სადაც ახლა მოცემულ ეტაპზე ძალიან რომ არ ულხინს ის ზელენსკიც იყო ჩასული და თურქეთის ლიდერს, მძლავრ ლიდერს, გონიერ ლიდერს, ბრძენ ლიდერს ერდოღანს ბევრ საკითხზე ესაუბრა ამ თემაზე თუ მოვახერხეთ ამ ჩვენი ბანდიტი მთავრობის გადამკიდე გავაკეთებთ დღეს ან ხვალ არ ვიცი უახლოეს დღეებში ვიდეო ბლოგს იქნება და მოვახერხოთ. მაგრამ ეს მთავრობა ხომ მოსვენებას არ გვაძლევს, პროფესორებს იჩერს და კატასტროფებს ჩადის და აქედან გამომდინარე იქნება შეიძლება უფრო ზუსტი იქნები ამ თემაზე ბლოგის ჩაწერა ვერ მოხერხდეს. მოკლედ ამბავი ის არის, რომ სტივ ვიტკოფმა ჩაიტანა ეს რუსეთთან ერთგვარად შეთანხმებული გეგმა
და უნდოდა რომ ეს ყველაფერი გაეცნო პრეზიდენტი ზელენსკისთვის ორი ინფორმაცია ვრცელდება, ორგვარი ინფორმაცია ვრცელდება. პირველი ინფორმაციის თანახმად თავად სტივ ვიტკოფმა გაიგო რა წინასწარ კიევის ზელენსკის კონკრეტულად უარყოფითი დამოკიდებულების თავობაზე ამ რუსეთთან შეთანხმებული გეგმის შესახებ თავად სტივ ვიტკოფმა გააუქმა შეხვედრა ზელენსკისთან, ოღონდ რასაკვირველია გაიჭრა და პრეზიდენტ ტრამპს მოახსენა, რომ ზელენსკისთან შეხვედრა გავაუქმე, იმიტომ რომ ეს უკანასკნელია, რომ ზელენსკი თანახმა არ იყო განეხილა შეთანხმებები, რომლებსაც მივახციეო. კიევი აცხადებს, რომ დოკუმენტი მთლიანად ვიტკოფის შეთანხმებული დოკუმენტი მთლიანად იმეორებს კრემლის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს, აქ იკითხა ეს დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, დეუკრაინიზაციას უწოდებ ამ ყველაფერს და მისი ამჟამინდელი ფორმით მოსკოვის სურვილები უკრაინაში ვერ განხორციელდება. პარალელურად რასაკვირველია დასავლეთის ევროპის ლიდერები უკრაინას უჭერენ მხარს თქვენის თემაში ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ, უბრალოდ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპა მხარს უჭერს და ევროპა მაქსიმალურად სწორი სიტყვა ალბათ ძაბავს, იმიტომ რომ შესანიშნავად ხვდება, რას ჩაიდენს უკვე სამომავლოდ რუსეთი, თუ მას ამბიციები ოდნავ მაინც დაუკმაყოფილეს და შეეგუენ იმას, რომ თუნდაც 5 რეგიონი ან 3 რეგიონი წაიღო მთლიანად რუსეთმა უკრაინის 3 რეგიონი. აქედან გამომდინარე ევროპის ადეკვატურობაზე თქვენის ნებართვით არც არაფერს ვიტყვი. მეორე ვერსიის თანახმად ზელენსკიმ გააუქმა ეს შეხვედრა, არა ვიტკოფმა, არამედ სწორედაც რომ ზელენსკიმ მან არის სურვა, მან არის ინება ვიტკოფთან პირთან, რომელიც რუსეთის ცალკეულ პირებთან თანხმდება უკრაინისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებს, ზელენსკიმ ანკარაში მყოფმა არ ჩათვალა საჭიროდ შეხვედროდა ამ სტივ ვიტკოფს. ესეც თუ ეს ესეა, რასაკვირველია ამ ინტერპრეტაციით უკვე მოახსენა ვიტკოფმა პრეზიდენტ ტრამპს კიდევ ერთხელ. ამასობაში გრძელდება საბრძოლო მოქმედებები პოკროვსკთან, ხო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი რუსების მოიერი შექმნითი ჯგუფები გამაგრდნენ სამრეწველო ზონის რაიონში და განაგრძობენ იერიშებს რკინიგზის გასწვრივ და ასე შემდეგ. პოკროვსკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი მოწინააღმდეგემ წინ წაიწია და მე ვიმეორებ, რომ უკრაინას საკმაოდ უჭირს მათ შორის ფრონტის ხაზზე, თუმცა უფრო ვენდობი რასაკვირველია გენერალ ბუდანოვს, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი რასაკვირველია ვერ მიაღწევს დასახულ მიზნებს. ამასობაში გითხარით, რომ კელოგი წავა თანამდებობიდან იანვრის თვეში და ეხლა ზელენსკი. ამ წლის დასაწყისიდან ჩვენ უკრაინაში მხარი დაუჭიეთ ყოველ გადამწყვეტ ნაბიჯს და შეერთებული შტატების პრეზიდენტის ლიდერობას, ყოველ ძლიერ და სამართლიან წინადადებას, რომელიც მიმართულია ამ ომის დასრულებისაკენ. და მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნიათ საკმარისი ძალა, რომ ეს ომი დასრულდეს, ბრძანებს პრეზიდენტი ზელენსკი, ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი, სწორი განცხადება ამერიკის ჩართულობის და ამერიკის ლიდერობით ამ პროცესის მომრგვალების, მოთავების, დასრულების ცდილობის გარეშე პრაქტიკულად ეს პროცესი ვერ დასრულდება. დღეს და ზელენსკი აკეთებს განცხადებას ერდოღანთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ერდოღანმა საუბრების ფორმატების შემოგთავაზა, რომლებიცაც მე მხარი დაუჭირე. მაღალი ალბათობით კი არა საუბარია თურქეთის ტერიტორიის შეხვედრების ადგილად გამოყენებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი მზად არის უზრუნველყოს საჭირო პლატფორმა, ამას ამბობს პრეზიდენტი ზელენსკიც. მოკლედ ეს ამბავიც არის თურქეთზე, აქ იკითხავთ, იქნება ვილაპარაკოთ. Wall Street Journal წერს, პუტინი ომის დასრულებაში და მისი ძალაუფლების დაკარგვის რისკს ხედავს. ამერიკელი დაზვერვის ცნობით, კრემლს არ შეუძლია რუსებს აუხსნას ეს გაღებული უზარმაზარი და რამდენია ეს უზარმაზარი დანაკარგები და 1,100,000, 1,200,000-მდე დაჭრილი იგულისხმება, ისე დაჭრილი, რომ ომში ვერ დაბრუნდება, ისინი განსაკუთრებით და რასაკვირველია მოკლული რუსები საკუთარ ცხედრების სალდატების
ყვანა უნდა ითქმის წესით, მაგრამ გატანასაც კი ვერ ახერხებენ. კარგით, ეს ყველაფერი ხო გავიგეთ. ახლა ერთ წამს დავანებოთ თავი ამ ყველაფერს. დავანებოთ თავი მათ შორის ამ დიმიტრე ვიტკოფის მოლაპარაკებას, შეთანხმებას, დავანებოთ თავი მერცს, რომელიც სრულიად ადეკვატურია, დავანებოთ ყველაფერს თავი. ერთ წამს პრეზიდენტი ტრამპი ვახსენოთ. ამ ყველაფრის ფონზე პრეზიდენტი ტრამპი უცნაურეს განცხადებას აკეთებს, მაინც არა ჩვეულს, განაპირობად ამბობს ამას, მაგრამ მაინც თუ ვიტკოფს ენდობი ბოლომდე და ეს ვიტკოფი თანხმდება რუსეთთან, კარგად არ მესმის რაღაცა არის საჭირო გააკეთება ამ განცხადებისა, რომ ის პუტინით ცოტა კი არა გვარად იმედგაცრუებულია. და პუტინმა დასცინს ტრამპი იცის, რომ ტრამპს ის უკვე აღარ ეპიტნავებ, აღარ მოსწონს, იმედგაცრუებულია თუ გდებავთ ესე ვიტყვი. აქსიოსის ცნობით ზელენსკისა და ვიტკოფის შეხვედრა თურქეთში გაუქმდა. მას შემდეგაც გაირკვა, რომ ზელენსკი არ იყო დაინტერესებული ტრამპის სპეცწარმომადგენლის მიერ შემუშავებული გეგმის განხილვით, მაგრამ ეს ყველაფერი დავანებოთ თავი ამ ყველაფერს, მათ შორის დავანებოთ იმასაც თავი, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ბიზნესი არ იყოს, ორივეს ხო გარეკილი აქვს. და რა გარეკილი აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, მათ შორის პრეზიდენტმა პუტინმა მორიგჯერზე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ 150 წელი რომ ადამიანმა იცოცხლოს და ცხადია მდიდრები იგულისხმებიან, ეს პრობლემა არ არის. ოღონდ იქვე დასძინა, რომ 150 წელიც არ იქნება საკმარისიო. მე არ ვიცი, კი არა დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი სიკვდილი მოულოდნელად ეწევა და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 150 წელი კი არა აქედან და თქვა ახლა 20 წელიც ვერ იცოცხლებს, 15 წელიც ვერ იცოცხლებს, მაგრამ რასაც ამბობს იმას იმეორებ. და კიდევ ერთი ამბავი, რაც ძალიან საინტერესოა, უბრალოდ მინდა რომ ჩავიდე ამ ინფორმაციამდე და ხო, მაგალითად Sky News-ი წერს, იმამავდეს მივალ, რომ ტრამპის სპეცწარმომადგენელი ვიტკოფი მოსკოვის გავლენის ქვეშაა და პრაქტიკულად მინიშნება იმაზე, რომ ვიტკოფი რუსეთის აგენტია. მასზე დიდ გავლენას ახდენს მოსკოვი და ის პოლიტიკურ მოლაპარაკებებში არაკომპეტენტურია. ბრიტანული გამოცემის ანალიტიკოსი მაიკლ კლარკი ამბობს, რომ პუტინის მოკავშირემ კირილ დიმიტრევმა, აქ იგითხარით მაგაცები არიან მეთქი, ვიტკოფთან მუშაობა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი სერიოზული სანქციების შემდეგ დაიწყო და უბიძგა მას ნაცნობი ნარატივისკენ, რომ რუსეთი იმარჯვებს და რომ მოსკოვს მხოლოდ დონბასი სჭირდება, მოსკოვს დონბასი არ სჭირდება, მხოლოდ დონბასი რუსეთს მთლიანად უკრაინის დასუსტება გაუქმება სჭირდება, დეუკრაინიზაცია სჭირდება, ისევე როგორც დესაკართველოიზაცია სჭირდება, ეს რომ ვიცოდეთ. და ახლა მივადექით მთავარ სათქმელს, ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც არის რუსეთისა, აი ვიტკოფისთან შეთანხმებული, არის რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება მთელი უკრაინის ტერიტორიაზე, ანუ 5 რეგიონს დავიფხრობო და ეს 5 რეგიონი ხო ჩემი იქნებაო, მაგრამ ამას გარდა თქვენ მთელ უკრაინაში, ხარკოვში, ოდესაში, მათ შორის უკრაინელები დასახლებულ, უფრო მეტწილად დასახლებულ უკრაინულენოვან რეგიონებში თუ ქალაქებში, ლვოვში მაგალითად, რუსული ენა უნდა გამოაცხადოთ სახელმწიფო ენად. ცხადია, უკრაინა ამაზე თანახმა არ არის, ყაბულ არ არის, მაგრამ ამაზე არ ვამახვილებ ყურადღებას, ერთ წუთს საქართველოს ანალოგს შემოგთავაზებ. წარმოიდგინეთ, რომ რუსეთი ამ ჭყალებში შვიდობიან და რეალურად კი დაჩმორებულ საქართველოს და დაჩმორებული თუ იქნება მით უფრო შესთავაზებს ამას. წარმოიდგინეთ, რომ ლავროვია, ზახაროვა თუ უშუალოდ პუტინი ან მედვედევი ან რა მნიშვნელობა აქვს ვინმე ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს მთავრობად წოდებულ ბანდას, რომელიც ეგრა მაგის პასუხია და გარკვეულზე მაღალი ალბათობით აღადგენს დიპლომატიური ურთიერთობებს რუსეთთან, უყენებს ამგვარ პირობას. ქართულად წარმოვთქვა თქვენის ნებართვით. საქართველოში არის რა 100, 150, 200,000, 100, ოკეი, ესე ვთქვათ. რუსულენოვანი მოქალაქე, რუსეთის მოქალაქე, რომლებსაც თქვენ უმრავლესობას კი არა, ყველას მიეცით ცხოვრების უფლება. თქვენ უნდა გაუხსნათ რუსულენოვანი საბავშვო ბაღები, სკოლები, უნივერსიტეტები. აი მაგალითად
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსულად უნდა ხდებოდეს, მიმდინარეობდეს სწავლა, რამდენადაც 100,000 მოქალაქეა რუსეთისა ჩამოსული დროებით. უნდა მისცეთ მათ მოქალაქეობა, ორმაგი მოქალაქეობა რუსეთისა და საქართველოსი, უნდა დაარეგისტრიროთ ამ მრჩევლებად და უნდა დააკანონოთ რუსეთის ენა, რუსული ენა სახელმწიფო ენად. კობახიძე ბანდიტი, ან ივანიშვილი ბანდიტთა შორის ბანდიტი, მათ წინააღმდეგობას გაუწევთ. უკრაინელები აკი გითხარით, რომ წინააღმდეგობას უწევენ ძალიან დიდ მსხვერპლადაც უჯდებათ ამის თაობაზე და საერთოდ დეუკრაინიზაციის შეთავაზების წინააღმდეგ ბრძოლა, რასაკვირველია და ბევრი ადამიანი უხდებათ, ბევრი ჯარისკაცი უხდებათ, ბევრი მოქალაქე უხდებათ. მაგრამ რას იზამდა ეს კითხვა მაქვს ბანდიტი ბიძინა ივანიშვილი ამგვარი წინადადება რომ იყოს. ბევრი თქვენგანი მეტყვის რომ რუსეთი ამგვარ წინადადებას არ შემოგთავაზებს. ის მაინც სლავური სახელმწიფოა უკრაინული და მას ისტორიაში რუსულად წარმოდგენილ, რუსულად ინტერპრეტირებულ ისტორიაში რუსებსა და უკრაინელებს გაცილებით მეტი აქვთ საერთო ვიდრე რუსებსა და ქართველებს. ეს ასეა, რასაკვირველია. თუმცა არა მოსკოვის, არა რუსეთის ისტორიციზმის კონტექსტში ვამბობ ამას, უბრალოდ ისინიც მართლა მეტი ნათესაური კავშირები აქვთ, ხო, ეროვნული კავშირები აქვთ, ეთნიკური კავშირები აქვთ, რასაკვირველია. მაგრამ არ უნდა დაგვაგვიზღეს, რომ რუსეთის ლიდერი შლეგი პუტინი ამბობს, რომ რუსეთი არის იქ, სადაც მისი სალდატი ჩააბოტებს. და რუსეთი не заканчивается нигде. რუსეთი არ სრულდება არსად. რუსკი მირის კონცეფციაც საბოლოო ჯამში ამას გულისხმობს. რუსეთი არ სრულდება უკრაინაში. ყოველ შემთხვევაში მოსკოვისეული გააზრებით. იქ სადაც ჩაბოტება შეუძლია ის და ჩაბოტებული აქვს ის რუსეთია უკვე. დამოუკიდებლად იმისა, წარსულში ესა თუ ის ხალხი, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხი იყო თუ არა რუსეთის მომხრე და რუსეთის ნაწილი. ამასთან დაკავშირებით ეგრა მაგის პასუხია და რუსეთს აქვს ბრწყალებში არგუმენტები 1801 წლებში თქვენ ნებაყოფლობით შემოგვიერთდით, ამასაც კი გაბედავენ და იღბიან. ამაზე უარესი რა შეიძლება იყოსო ბევრი თქვენგანი მეტყვის, მაგრამ აქ კიდევ ერთი ამბავია. ომის დასრულების შემოთავაზებულ გეგმაში რუსული ენისათვის სახელმწიფო სტატუსის, ხოლო რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება საჭირო კი ნავარაუდები. ვიტკოფ მედვედევი, ვიტკოფ კირილ დიმიტრევის გეგმა იგულისხმება ცხადია. სამწუხაროდ ვიტკოფი ყოველ შემთხვევაში ასე ვრცელდება, რომ ამ გეგმაზე ყაბულთან ახმა. და ამის შეთავაზება უნდოდა ზელენსკისათვის, რომელმაც არ მიიღო და რომელიც არ შეხვდა. სხვაგვარად დავსვამ კითხავს. ჩვენთან რო თქვან, რომ წირვა ლოცვა უნდა ტარდებოდეს არა ქართულად, არამედ სწორედაც რომ რუსულად. მრევლი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ცალკეულ მღვდელმსახურებს ენდობით და ამბიონებიდან ნაბჟუტურებს ხშირ შემთხვევაში იზიარებთ და იმეორებთ. თანახმა ხართ, რომ რომელიღაც ეტაპზე ქართულად კი არა, რუსულად წაიკითხონ ლოცვები ამბიონებიდან ამ მეტწილად რუსულის კარგად ვწოდნე მღვდელმსახურებმა, ღვთისმსახურებმა არა, მღვდელმსახურებმა. სხვაგვარად დავსვამ კიდევ კითხვას. თუმცა თქვენგანი მეტყვის, რომ ამას არ მოითხოვს რუსეთი. მაგრამ რუსეთი დასუსტებულ და დაბეჭავებულ სახელმწიფოებრივ ორგანიზმს ყველაფერს აკადრებს და ჩვენი სახელმწიფოებრივი ორგანიზმი დასუსტებული და დაბეჭავებულია. ბიძინა ივანიშვილის გამოისობით. ჩვენ ცხოველს როგორ უნდა შეადარო ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ესე დაკბენილ ცხოველს ავგავართ ახლა, რომელიც ძლივს გადაადგილდება და გაურბის ნადირს, რომელიც მას შესაჭმელად მოსდევს, გაურბის ქართული საზოგადოება, თორე ქართული რუსული ოცნება პრინციპში ხახაში უვარდება, თლად სუსტი რო ვიყო. კიდევ ერთხელ ჩვენ რო შემოგთავაზონ ქართული წირვა ლოცვის პარალელურად, ასე მაგალითად ქაშვეთში
ქვედა სართულზე რუსულად ტარდებოდა ოდესღაც წირვები. იქ ქაშვეთში და არა მხოლოდ, ასევე სამებაში იმ რუსულენოვანი დიასპორისათვის, რომელიც ჩამოსულია საქართველოში და დამკვიდრებულია საქართველოში და რომელსაც მოქალაქეობას უთუოდ მისცემს ბიზნეს ივანიშვილის ხროვა ეწყინებათ, ხო? მესმის. თანახმა უნდა ვიყოთ თუ არა, რომ წირვა-ლოცვა ტარდებოდეს რუსულ ენაზე თუ გნებავთ ასე ვიტყვი. წინააღმდეგობას რა აზრი აქვს, ბევრი კოცი იტყვის. წინააღმდეგობას ის აზრი აქვს, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ოღონდ ამ თავითვე წინააღმდეგობას გულისხმობ და არა მომავალში. პროზუსი რომ იყო მომავალში წინააღმდეგობასაც გულისხმობ, მაგრამ წინააღმდეგობა დასაწყებია სწორედ არა, საწყები იყო სწორედ ახლა. და საზოგადოებაში უნდა ჩატარებულიყო ეს კამპანია, ესე ვილაპარაკოთ, რომ რუსეთი მტერია. და საზოგადოება უნდა ყოფილიყო ერთსულოვანი. როცა საზოგადოება ერთსულოვანია, რუსეთს არ გაზდის, მაგრამ უფრო ძნელად გაზდის ამა თუ იმ გეგმის განხორციელება. ერთსულოვანი კი როგორ იქნება ქართული საზოგადოება, როდესაც ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი რუსეთის პროპაგანდისტური მანქანის მიერ, იმოდიშეთ ცხადია, twin დარეცხილია, twin ამორეცხილია. როგორ იქნება ქართული საზოგადოება ერთსულოვანი, როდესაც პროპაგანდისტური მანქანები პრინციპში ქადაგებენ რუსეთთან დაახლოების აუცილებლობას. ბანდილ პოლიტიკოსებზე რომ აღარაფერი თქვა. მოკლედ, კიდევ ერთი კითხვა ქართული ოცნების ამორჩევლების მისამართით, გასაგონად. ემანდ რომ შემოგთავაზოს რუსეთმა რომელიღაც ეტაპზე სახელმწიფო ენად რუსეთის რუსული ენის კურთხევა აღიარება და პარალელურად წირვა ლოცვა რუსულ ენაზე. მე ამ კითხვაზე პასუხი ცხადია მაქვს ჩემი. ახლა ეს ჩემი პასუხი რომ გაგაცნოთ, ეწყინება ბევრ თქვენგანს, მაგრამ მოდი თქვენი ცნებათვით ჩემ პასუხს არ გაგაცნობთ. და მე კი მახსოვს ციტატა ცხადია ზეპირად, მაგრამ ხო შეიძლება თეორიულად რომ შემეშალოს. და აქედან გამომდინარე ამ ციტატას, რომელიც მახსოვს, აგი გითხარით, ჩავიკითხა. ავტორსაც გეტყვით ცხადია. როგორ არის ეს მოახლოება? იმშიც მინდა რომ მივაგნო. უყურეთ. კარგი, სულ ციტატას ჩავიკითხავ თქვენი ცნებათვით. არამედ დიდი ეფრემ მრავლისა, კეთილისა, მომატყუებელ იქმნა ქვეყანასა ჩვენსა. რამე თუ პირველად ესედა არ მახსოვდა თავიდან ბოლომდე გულახდილად გეტყვით აღმოსავლეთისა კათალიკოსთა მიხრონი იერუსალიმით მოხვებოდა, ხოლო ეფრემ ქრისტეს მიერითა ბრძანებითა მირონისა კურთხევაი ქართლს განაწესა იერუსალიმისა პატრიარქისა განწესებითა და წამებითა სიხარულით. არამედ, ანუ, ესე იგი, ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცაც შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების, ანუ საქართველო დაღირაცხების საქართველო არის ის ქვეყანა, რომელშიც კვლავ გავიმეორებ, ახლა უკვე თანამედროვე ენაზე ვიტყვი ამ ყველაფერს. ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, ანუ საქართველო ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, ანუ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც შინა, ანუ რომელშიც ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის, ანუ წირვა ხდება, წირვა მიმდინარეობს და ლოცვაი ყოველი, აღარ გჭირდებათ ალბათ განმარტება, აღესრულების, ხოლო და ასე შემდეგ ბერძნულად თითქმის კეილესიონი, ბერძნულად თითქმის რომელიც არც ქართულად უფალო წყალობა ყავ. დათოგნებოდ უფალო შეგვიწყალე.
მე მგონი აღარ გჭირდებათ, ხო, რომ ეს არის გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ციტატა ამ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებიდან. ვინ იყო გრიგოლ ხანძთელი? ჩავხედე ახლა თქვენის ნებართვით, ზუსტად თო წელები არ მახსოვდა. ესე იგი მე-18 საუკუნის ბოლო და 861 წელს შესაბამისად 102 წლის გარდაიცვალა, 759 წელს იყო დაბადებული. ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალი, რომელიც არის ფუძემდებელი, ერთ-ერთი ან მთავარი ფუძემდებელი, ასე ვიტყვი, მაგრatan ერთად საქართველოსი, აი დღევანდელი გაგებით საქართველოს სამეფოსი და საქართველოს სახელმწიფოსი. ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანი, ღირსი გრიგოლ ხანძთელი. ხსენება ყოფილა როგორ დავიწყნია, ხო? ამ ერთი თვის წინ, 18 ოქტომბერს. რაღაც მოგონილი პერსონაჟი კი არ არის. ნამდვილი, ისტორიული პერსონაჟია. გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში, ხანძთასა და შაადბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში გუნათლის ვანი და მერეს დედათა მოსავანეები მონასტრები. მერეს დედათა მონასტრის წინამძღვრად დანიშნა დედა ფებრონია. დასავლეთ საქართველოში დააარსა უბისის მონასტერი, გრიგოლ ხანძთელის მიბაძვით მისმა მოწაფეებმა იწყეს მონასტრების მშენებლობა იშხანში, ნეცვში, ბერეთელთაში, წყაროსთავში და სხვა. ხო, არ დამავიწყდეს, რუსეთს რა უნდა გამახსენეთ. გრიგოლ ხანძთელზე რა ვილაპარაკო, აი და მაინც. არსენ კათალიკოსზე კიდე. და სხვებზე, ხო? რა უნდა რუსეთს? რომ მოგთხოვოს ბიზინა ივანიშვილი ანტი გრიგოლ რობაქიძე და ანტი ქართველი გაუწევს წინააღმდეგობას. არა. არ გაუწევს.